პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და გაუქმება ზოგადად ალბათ ყველაზე უკიდურესი ფორმა არის დემოკრატიასთან ბრძოლით. თუმცა მე ისიც არ მინდა დაგვაუწყდეს, რომ ამ პარტიებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ხელისუფლებას მათი აკრძალვის, როგორ გითხრათ, აი მორალური რესურსი ქონოდა. ეთქვა რომ იცი რა, ესენი მაინც აი ნახეთ რასაც აკეთებენ, აი საერთოდ ურევენ არჩევნებს. ზოგი პარტია მონაწილეობდა ამ არჩევნებში, ზოგი არ მონაწილეობდა. მე თქვენი ცით ჩემი მოსაზრება მასთან დაკავშირებით, რომ მთელი ეს 4 ოქტომბერი და ზოგადად ეს ამბავი ქართული ოცნების ოფისია ჩემი მოსაზრებით დაგეგმილი, მაგრამ აღსრულება ხომ მოხდა და აღსრულება ხო ოპოზიციის მხრიდან მოხდა ამისი. რომ ფაქტობრივად შუაზე გაიხლიჩა ოპოზიცია, ნახევარმა მიიღო მონაწილეობა, ნახევარმა არ მიიღო მონაწილეობა და ამითი მიეცა საშუალება ხელისუფლებას ეთქვა, რომ იცი რა, ესენი მაინც არ მონაწილეობენ საარჩევნო პროცესში, მაინც სულ რაღაც დესტრუქციით არიან დაკავებული და გამოეყენებინა რაღაც სხვადასხვა პრეცედენტები პარტიათა აკრძალვის. მე არც ერთი არ მომწონს. ხა, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა მარტო ჩვენი ნოუ-ჰაუ არ არის. სამწუხაროდ ეს ყველა ქვეყანაში ხდება და მე არ მახსოვს შემთხვევა, როცა ეს მე მომწონდეს. ანუ აი ფაშისტური პარტია რო ფაშისტური პარტია, ისიც დებატებში უნდა დაამარცხო. სიტყვით უნდა დაამარცხო, თორემ მე ის ბრუნდება სხვადასხვა პარტიების სახით და ის იწვევს ისეთი ტიპის პრობლემებს, როგორც იყო საფრანგეთშიც გვინახავს ჩვენ ასეთი ტიპის პრობლემები, ავსტრიაშიც გვინახავს ასეთი ტიპის პრობლემები. სხვა ქვეყნებში არსებობს ასეთი ტიპის პრობლემები. ნებისმიერ შემთხვევაში, ანუ განსხვავებულ აზრთან, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ეს აზრი, კანონებით დევნა და აკრძალვებით დევნა არის მიუღებელი. ჩვენ ეს უნდა გვესმოდეს მიუხედავად იმისა, ეს გვაწყობს თუ არ გვაწყობს. მაგრამ მეორეს მხრივ მართლა რა ეთყობოდა იმ ხალხს, ვინც ამ ოპოზიციის სახელით ლაპარაკობდა. მე არ ვიძახი, რომ ნაცმოძრავის ყველა მომხრე, ყველა პოლიტიკოსი მოსყიდულია ასე. რა ეთყობოდა იმ ხალხს, რომ პარტიის შენარჩუნება უნდათ, პარტიული ბრძოლა უნდათ, ან გაძლიერება უნდათ. ყველა ნაბიჯი 2024 წლის არჩევნებიდან განსაკუთრებით ხო გადადგმული სინამდვილეში იყო ისე, რომ ეს პარტიები გამქრალიყვნენ პოლიტიკური ველიდან. ეს ხო თვითონ გააკეთა, გვარამიანს ხო თვითონ გააკეთა მაგალითად, ნაცემს ხო თვითონ გააკეთა. თვითონ ხო გააქრნენ პოლიტიკური ველიდან.